მოგესალმებით. ჩვენ შემოგთავაზებთ მეორე ნაწილს. ილიანა იმყოფება სტუმრად აპოლიმისთან. ილიანა ყვება თავის კოსმოსურ მოგზაურობებზე. ეს არის პირველი ვიდეო ჩაწერილია აპოლიმი და ილიანა. ეს არის აპოლიმის და ილიანას მეორე ვიდეო. ვიდეო ატვირთულია 24 წლის 25 დეკემბერს. აპოლიმი უხდის მადლობას ილიანას, რომ ეწვია მის შოუს მეორედ. შეგახსენებთ, რომ ილიანა არის ვარსკვლავური მოგზაური, არის ექსტრასენსი, არის მედიუმი, აგრეთვე აქვს ატარებს უბრალოდ ჰიპნოზის პრაქტიკებს. ილიანა მონაწილეობდა საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. აპოლიმი ეკითხება ილიანას, როგორ ფიქრობთ, ჩვენი მთავრობა განაცხადებს თავის საიდუმლო პროგრამების არსებობაზე. ილიანა პასუხობს, რომ მე არ გონია, რომ მთავრობა ოდესმე გახსნის ხალხს გაუხსნის ამ ინფორმაციას. ერთ-ერთი კარგი მეთოდი არის მისახდები მეთოდი. გაიგო ყველაფერი თუ შენ რას აკეთებდი პროგრამებში, გაიხსენო თუ რას მოღვაწეობდი ამ პროგრამებში, არის ჰიპნოზი. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ქვეცნობიერებაში ჩაიხედო და მიიღო ინფორმაცია. სინამდვილეში არა მიწიერი პროგრამები არის სტრუქტურა, რომელიც არ ეკუთვნის მიწიერ სახელმწიფოებს. ეს არის ცალკე სტრუქტურა და არ მგონია როდესმე ამაზე საჯაროდ იმშევო და არა სახელმწიფომ უნდა გაგვიხსნას ეს ინფორმაცია, არამედ ეს ინფორმაცია უნდა გაიხსნას კოსმოსიდან. ესე იგი ეს კოსმოსური პროგრამები ამ კოსმოსურ პროგრამებს უნდა მოიხსნას ფარდა. უნდა დაუბრუნდე წყაროს თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება პენსიას, მე არავინ დაპირებია პენსიის მოცემას იმ პროგრამებში მსახურების შემდეგ. მე მხოლოდ ის დამპირდნე, რომ შემინახავდნენ სამედიცინო ცოდნებს, როგორ ვიმუშავოთ ჩემ ადამიანურ სხეულთან, რომ აღვადგინო იმუნური სისტემა და გამკურნო რამდენიმე გართულებები, რომლებიც მე მივიღე იმ დროს, როდესაც მე გამიტაცეს რეპტილოიდებმა. აპოლიმი წყვეტს ატყოტინეს ილიანას ინტერვიუს და ეუბნება, რომ მე გამიგონია, ილიანას ეუბნება, რომ სხვადასხვა იმპლანტატები ეკუთვნის სხვადასხვა ფრაქციებს. ილიანა პასუხობს, რომ იმპლანტები არის ორგანული, კრისტალური, ან ისეთი იმპლანტებიც არის, რომელიც შეიძლება ნახო რენტგენოგრაფიის მომენტში დროს. იმპლანტების რამდენი ვარიანტი არსებობს იმ იმპლანტებისა, რომლებსაც უკეთებენ ალბათ უდებენ მაგ სუპერ ჯარისკაცებს, რომლებსაც ამზადებენ დავალებებისთვის. ილიანა პასუხობს, რომ არის ნანოტექნოლოგიური იმპლანტები, რომლებიც ნაწილობრივ არის ეფირული, შეიძლება იყოს კრისტალური, შეიძლება იყოს ნანოტექნოლოგიური. ისინი არ ჩანს ტომოგრაფიაზე ან რენტგენოგრაფიის დროს. არის ჩიპები, პატარა ჩიპები ან მიკროჩიპები. ეს არის ფიზიკური ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება შეამჩნიოს სკანერების დროს და ეს ძალიან მტკნეულია. არსებობს აგრეთვე მაგნიტური ელექტრონული იმპლანტატები, აგრეთვე პარაზიტიული იმპლანტები, რომელიც წარმოადგენს ორგანულ მატერიას
რომელიც ფლობს რაღაც გონებას და აქვს ურთიერთკავშირი თქვენ ბიო ველთან. არის ელექტრომაგნიტური იმპლანტები, ეს ისა, რაც მე ვიცი და რომლესაც პოულობდი ადამიანების სხეულებში, როდის მათ ვაცილები ან იმპლანტებს მე მქონდა დაყენებული ენერგეტიკული, ეფირული და ნანოტექნოლოგიური იმპლანტატები, ან იმპლანტები. ეს არის 4 ნეირონული კავშირი, რომელიც მქონდა მარცხენა ტვინის ნახევარსფეროში, მაგრამ ახლა ისინი არაა და ეს იმპლანტები არასდროს არ იყო შეერთებული ხელოვნურ ინტელექტთან, ეს იყო დახურული იმპლანტატები. მე შემეძლო ჩართულიყავი ჰოლოგრამიულ ბაზებთან, მაგრამ ეს ბაზები არ იმართებოდა ხელოვნური ინტელექტის სისტემით, რადგან ეს იყო უბრალოდ ჰოლოგრაფიული ტექნოლოგია. მათ არ უნდათ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ემართა მათი სისტემით, ამიტომ ისინი ხელოვნურ ინტელექტთან არასდროს არ მუშაობდნენ. მაგათმა იციან, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტით დაბადება. მე მინდა თქვა ილიანამ, ნეირონული ინტელექტს უერთებენ მანქანებს, რომლებშიც არის ხელოვნური ინტელექტი და გადასცემენ მათ ინფორმაციას, კარგ ინფორმაციას ან ცუდ ინფორმაციას. აპოლიმი ამბობს, რომ იმპლანტატებიდან შეიძლება გადაგირდოს რამე ვირუსი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს შენი ორგანიზმი, იმუნური სისტემა. ილიანა პასუხობს, რომ დიახ, ეს სიმართლეა. ჩემი იმპლანტებიდან ტვინში გაჟონა ნანო ოქრო, რამაც გამოიწვია ტვინის შეშუპება და კინახა მომკლა. მე მქონდა დანიშნული მხედველობა ლაპარაკი მქონდა არეული, მეხსიერება თითქმის სრულად გაქრა, მაგრამ მე მაქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება, ამიტომ მე მომიწია პლაზმოთერაპიის გავლა. მე როგორც მახსოვს, მე შემყავდა ჩემ თავში, ხელით შემყავდა სხვადასხვა პლაზმის ნაირსახეობა, რომ აღუდგინა ჩემი იმუნური სისტემა და მომემატებია ჟანგბადის რაოდენობა ჩემ ორგანიზმში, რადგან მარსის ატმოსფერო არის ისეთი, როგორიც არის ატმოსფერო მაღალმთიანებ რაიონებში, მაღალმთაზე რომ ახვალ მაღლა, სადაც ალპინისტები ადიან ხოლმე. როდესაც მე შევიყვანე ჩემ ორგანიზმში პლაზმური ანტიგენი, მე მივიღე მეტი ჟანგბადი, რადგან პლაზმამ აღადგინა ორგანიზმის თვისება, გამოემუშავებინა უფრო მეტი ჟანგბადი და მე ფიზიკურად გავხდი უფრო ძლიერი. შემდეგ მე გავიკეთე კიდევ ერთი სინთეზი ანტიგენის, რომელიც მე თვითონ შემქმნი რეპლიკატორის საშუალებით. მე გამოვიყენე რეპლიკატორი, რომ შემექმნა სხვადასხვა პლაზმური ანტიგენები და ერთი მათგანი იყო იმუნური სისტემის აღსადგენად. მაგრამ რადგან დედამიწაზე არ არის რეპლიკატორები, მე მიწევს მივიღო, გამოვიყენოთ დონორის პლაზმა იმუნური სისტემის აღსადგენად, რადგან როდესაც თქვენ გამოდიხართ პროგრამიდან, თქვენ არ გაქვთ სუთა ფურცელი თქვენი ჯანმრთელობისა. თუ თქვენ გქონდათ რამე დაავადება, რომელიც მაგათმა განკურნა, სამწუხაროდ, როდესაც თქვენ ბრუნდებით უკან დედამიწაზე, კვანტური ტექნოლოგიის საშუალებით, თქვენ ბრუნდებით ისეთები, როგორებიც იყავით მანამდე. ყველა ცვლილებები, რომლებიც მაგათმა თქვენში შეიტანეს, ეს ყველაფერი იქნება და თქვენ ძველებური ჯანმრთელობით ბრუნდებით უკან, რადგან არ შეიძლება იყოს რამე მტკიცებულება იმისა, რომ ოდესაც თქვენ გადიოდით ამ პროგრამებს. ამიტომ მე მომიწია გამეგო თუ რას ვაკეთებდი მე ამ ბიოლოგიური შრატების დახმარებით. და უნდა აღმედგინა ეს შრატები დედამიწაზე ადამიანური პლაზმის დახმარებით. აპოლიმი ეკითხება და თქვენ ეუბნება და თქვენ ელიანა ისევ ამას იმუშაობთ აქ დედამიწაზე? კი, მე მიწევს ამის გაკეთება. მე მიტარებენ პლაზმოთერაპია,
ყოველ კვირას იმისთვის, რომ ჩემო იმუნიტეტი ხარი დაუჭირო ჩემ იმუნიტეტს. აპოლიმი ეუბნება ელიანას, რომ გამოიყურება იმაზე უკეთესად, შარშან, როდესაც ჩემთან იყავი, მე თითქმის არ გძინავს, მაგრამ მაინც გამომდივარ სახლიდან, რადგან სეირნობა მაძლევს ძალას და ეს ყველაფერი, მე რომ ასე კარგად ვზრუნავთავს, არის პლაზმოთერაპიის შედეგი, რადგან პლაზმოთერაპიას მე ვიკეთებ ყოველ დღე. არა, მე არ ვარ ვამპირი, მე არ ვსვამ სისხლს, მე არ შემყავს სისხლი, მე შემყავს მხოლოდ პლაზმა, სულთ ადამიანური პლაზმა. ადამიანის პლაზმას ატარებენ ცენტრი ფუნქცი, რომ მოაცილო ყველა დაავადებები და ყველა ნარევები. აპოლიმი ეუბნება ელიანას, ეკითხება, შენ სულთა პლაზმას ღებულობ, ხო? ნარევების გარეშე. ხო, დონორებს შეუძლიათ ჩააბარონ სისხლი და ეს ეხმარება ბევრს, ამბობს აპოლიმი. მაგრამ მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ სისხლის ვაფშე გამოყენების ნებისმიერი სახით. პლაზმა არის სულთა ბიოლოგიური პროდუქტი, ადამიანური პროდუქტი, რომელსაც წმინდავენ სისხლისგან და ყველა პრიმესებისგან, ყველა ნარევებისგან, თუ რამე არის თუ რამე ქონდა ადამიანის ორგანიზმში, თქვენ ღებულობთ პლაზმას ბიოლოგიური პროდუქტთან ერთად. მე ყოველ დღე ამბობს ილიანა, შემყავს 30 მგ პლაზმა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩემი ორგანიზმი დავაკმაყოფილო და გავაძლიერო. ან ერთჯერ კვირაში, ყოველ კვირას შემყავს. ეს ცოდნები მე მივიღე იმ ნეიროიმპლანტების დახმარებით, რომელიც ამიტვირთეს ტვინში, რომ მე მემუშავა, რომ მე შემძლდა, შემექნა სინთეტიკური შრატები და ეს მე გამახსენდა იმის შემდეგ, რაც გიპნოზი გავიარე. მე აღვადგინე ეს ცოდნები და შევძელი მათი გამოყენება აქ, დედამიწას, მარსზე ყველაფრის სხვაგვარადაა. იქ ჩვენ გვაქვს კანის ინიექტორი და ეს არ არის ტკბილეული. თქვენ მოდიხართ, თქვენ გიკეთებენ ინიექცია და აქ დედამიწაზე თქვენ გიკეთებთ ტკბილეულ ნემს. აპოლიმი ამბობს, რომ ჩვენი გადაცემის შემდეგ და იმ ტესტების ჩატარების შემდეგ, რასაც ჩვენ გვიტარებენ, თქვენი თითილი არ ამტკბილეულია ეს ყველაფერი და მით უმეტეს თუ თქვენ არ ხართ ადამიანი. მე ვარაუდობ, რომ თქვენი ფრაქცია ყველაფერს აკეთებს თქვენთვის, რომ თქვენ იქნოთ კომფორტულად თარ. ხო, მე ვიყავ ისეთ ადგილებში, სადაც გესმით, ტკბილი არის თქვენი უფლება სიცოცხლისთვის. პილოტები, რომლებიც მართავენ სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს, მათაც აქვთ გაკეთებული, მათზე არის დაყენებული ეს ჩიპები. სწავლებების დროს 2017 წლებში ამბობენ, რომ ნახეს ენლეო, ზომით ტიკ-ტაკი, ჯემალი, რომლებიც ატარებდნენ გიჟურ მანევრებს და დაფრინავდნენ თვითმფრინავის გარშემო მარცხნივ-მარჯვნივ, ზევით, ქვევით, ყვინთავდნენ წყალში, ამოყვინთავდნენ, შემდეგ გაფრინდებოდნენ. ისინი ნახევრად გამჭვირვალეები არის და ეს ჩვეულებრივი ახალი ამბები არ არის. ეს არის ახალი ამბები NLO-ზე, ეს არის NLO-ს სწავლის სფერო, ეს დევს YouTube-ზე და ეს დევს ყველგან. ამერიკის მთავრობამ აღიარა კონგრესში, რომ NLO არსებობს და რომ ისინი კონტაქტობენ ამოუცნობ საფრენ აპარატებთან, ესე იგი NLO-სთან. ახლა NLO-ს უწოდებენ NLO-A და მათ შეუძლიათ იფრინონ წყლის ქვეშ და ჰაერში, კოსმოსში და მათ შეუძლიათ ძალიან დიდი სიჩქარე განავითარონ. მათ შეუძლიათ განავითაროს სიჩქარე 10 მახზე მეტი. მე მგონი ეს არის ტექნოლოგია SSB მარსიდან და მთვარიდან. პლანეტარული კორპორაციები და სხვა ფრაქციები უბრალოდ აწოლებენ ამერიკის VMS თავიანთი ტექნოლოგიებით, რომლებიც მათ აქვთ, თანდათანობით ხსნიან თუ რა ხდება იქ კოსმოსში, რა ხდება მარსზე, რა არის მარსზე,
რა არის თვალეზე, რა გვაქვს ჩვენ, რომ მათ აქვთ უპირატესობები ტექნოლოგიებში, ეს შეუმჩნეველია. იქ მაგ ტექნოლოგიებს არ აქვს ბოლტები და გაიკები, არ აქვს არანაირი კუთხეები და ხაზები, ამ დრონებს ესწრება, არ აქვს ფრთები, ისინი უბრალოდ უფრო მეტი დიდია ვიდრე ავტომობილი და დაფრინავენ ტყვიარქვებით ფრინავს გარშემო და აწვალებენ სამხედროელებს, ამერიკის სამხედროელებს. ეს არის განჩე, აი ეს ამას ქვია განჩების დარტყმა და ჩვენ გვაჩვენებენ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ არა ახლა და თქვენ ვერ გაიგებთ თუ მართავს ამ თვითმფრინავებით დისტანციურად ნეირონული იმპლანტებით. აპოლიმი ეუბნება ელიანას, რომ იცის, რომ არის შექმნილი კოსმოსური ძალები და რომ ის დარწმუნებულია და დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი იყო გაკეთებული ჯერ კიდევ 60-იან წლებში, 70-იან წლებში. იმასთან დაკავშირებით პასუხობს ელიანა, რომ ახლა ჩდება კოსმოსური ძალები და დაიწყებენ თუ არა ისინი ამ ინფორმაციის გავრცელებას, ინფორმაციის სახით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სამხედროელები რაღაცით არიან კავშირში იმასთან, თუ ვინც შექმნა ეს ახალი კოსმოსური საფრენი აპარატები. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია გავფრინდეთ კოსმოსში, გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგია გახდება მათი საკუთრება და ისინი იტყვიან, რომ ეს არის მათი ტექნოლოგია, თუმცა ეს ტექნოლოგია იყოს პლანეტარული კორპორაციის საკუთრება. ეს ინფორმაცია გაიხსნება ნაწილში კოსმოსური ძალები. მე მართლა ვფიქრობ, მე მგონი, რომ სინამდვილეში ეს მასე მოხდება და გვეტყვიან, აი ეს არის ის სამკუთხედიანი საფრენი აპარატები, რომლებსაც ჩვენ ხედავდი და მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე არ მგონია, რომ მაგას აღიარონ, რომ დრონები, რომლებსაც ისინი ახლა აღიზიანებენ და აბრაზებენ სამხედრო ამერიკის სამხედრო პირებს, რომ მათი გამოყენება შეიძლება სადისტანციო სამართავად და არ მგონია მე, რომ ადამიანებს ამით გააღიზიანებენ და გააბრაზებენ. მე მგონი, რომ უბრალოდ ისინი ანახებენ ხალხს იმას, რაც მათ აქვთ, მაგრამ ისინი არ იტყვიან, რომ ეს ყველაფერი იყო აშენებული პლანეტარული კორპორაციით მარტზე თუ მთვარეზე და ისინი არც აპირებენ ამის ხმას ჩვენზე. უბრალოდ იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები და ჩვენ ამაზე მუშაობთ და ჩვენ შეგვიძლია განაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს და ეს იყო სრულიად საიდუმლო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს და ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ სიჩქარე 10 მახი. აპოლიმი ამბობს, ეუბნება ელიანას, რომ სავარაუდოდ ჩვენ ისედაც ნათელია, რომ ყავს ნეგატიური ფრაქციები, რომლებსაც გააჩნიათ მიზნები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ნათელი ფრაქციის მიზნებისაგან და ეს არის ახალი პოლიტიკური თამაში, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია და არც ვაპირებ ამის გარკვევას, მაგრამ ეს ინფორმაცია ხომ არსებობს. საკითხი არის იმაში, თუ ვინ იმუშავებს ამასთან ყველაფერთან, ვინ გაასაჯაროებს ამ ინფორმაციას. ილიანა პასუხობს, რომ უკვირს, რომ ის ჯერ კიდევ აქანე არის, რომ მან გახსნა ბევრი ინფორმაცია, მით უმეტეს 2018 წელს და მე მემუქრებოდნენ და ილიანა ეუბნება აპოლიმს, რომ ალბათ ის იცხებულობდა მუქარას, აპოლიმმა დაუქნია თავი. ზოგჯერ მუქარა მხოლოდ გაფრთხილება არ არის, მაგრამ ზოგ მომენტში მე უნდა გავასაჯარო ინფორმაცია, ზუსტად მაშინ, როდესაც არის საჭირო ამის გასაჯაროვება და მე ამას გავაკეთებ ყველაფერს მიუხედავად. ხალხმა უნდა გაიგოს თუ რა იმყოფება
რა არის განლაგებული თქვენი სამჭიდროიანი მესამე სამჭიდროიანი მატრიცის ზევით. რა არის განლაგებული თქვენი თავის ზევით. რა არის განლაგებული თქვენ ფეხებ ქვეშ და ჩვენ ამას ყველაფერს ვასაჯაროვებთ ახლა. ბოლოს ამბობს ილიანა, როდესაც ეს ყველაფერი გახდება რეალობა, რეალურად გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია, ჩვენი ვიდეო გადამღებები და ხელსაწყოები ფოტოაპარატები არ არის სიდონემდე განვითარებული, რომ შეძლონ NLO-ს ფერის და NLO-ს ფორმის გადაღება, რადგან არიან ისეთი ფერის, რომ ძალიან რთულია მათი დაფიქსირება, ხანდახან გამჭვირვალე ხდება და ეს NLO მე ვცხოვრობ კანადაში და ჩემი სახლის ზევითო სულ დაფრინავენო NLO-ები, ეს ამოუცნობი აპარატები სამკუთხედი ფორმის. ტექნოლოგიები უნდა გაათანამედროვო, უნდა დაამუშავო, დახვეწო. აპოლიმი ამბობს, რომ ამიტომ დახვეწეს ეს ტექნოლოგიები. აპოლიმი ამბობს, რომ მე გავიგე, რომ არის ისეთი აპარატები, გადასაღები აპარატები, რომლებიც აფიქსირებენ სულებს, მოჩვენებებს უпроსტად და ბევრ ამას და მთავრობა ეძებდა ხალხს, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი კამერები და მათ უკეთებდნენ კონფისკაციას. ილიანა ამბობს, რომ ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო, ეს გამოვიყენო ინფრაწითელი სხივები კამერისთვისო. ის სამისფერი კამერისთვის, რომელიც იჭერს ენერგიას, აფიქსირებს ენერგიას და ასეთმა კამერებმა უნდა შეძლონ NLO-ს ამოუცნობი აპარატების ენერგიის დაფიქსირება, რადგან ისინი ისეთივე შუქს ასხივებენ. მე მასეც მოვიქეცი, მე გამოვიყენე პრილაშენიე თბური გადაღებისთვის, თბური ენერგიის გადასაღებისთვის. კამერაზე ასეთი ფუნქცია არ იყო. არის პრილაშენიები, რომელიც აკეთებენ თბურ ფოტოებს ან ვიდეოებს, იღებენ ვიდეოებს თბური გამოსხივების ვიდეოებს. ისინი აჩვენებენ სითბურ სიგნატურებს, რომლებსაც ასხივებს NLO და მე ვნახე მათი ძრავის სისტემა, წითელი წერტილები, ეს არის ძრავის სისტემები, რომლებიც არქოვენ ყველაზე მეტ სითბოს. ყველა ამოუცნობ საფრენ აპარატებს აქვს სითბური სიგნატურები და მე მაქვს გაკეთებული საცხამი ახლოებით 100 ფოტო და ყველას აქვს სითბური სიგნატურები. მათზე არცეზე არ ჩანდა სითბური სიგნატურები, მაგრამ მათ ყველას ეს აქვს. ზოგს წვანი აქვს, ლურჯი აქვს, წითელი აქვს. რაც უფრო ღია ფერისაა, მით ძლიერია ძრავის ველი, ძრავის სისტემისა. მე ვეჭვობ, რომ ეს ისინი არიან უცხოპლანეტელები. უმრავლესობა მაინც მათგან ეს არის უცხოპლანეტური ხომალდები, რომლებიც თვალყურს მადევნებენ, დაიციან მე სად ვარ, სად ვიმყოფები, რადგან მათ შეუძლიათ ჩემი სულის ენერგია გამოიკვლიონ, შეამჩნიონ, დააფიქსირონ. ჩემი გენეტიკური მონაცემები დევს მათ ფაილებში. მაგათმა იციან თუ მე სად ვიმყოფები, მაგათმა იციან რომ ინფორმაცია გავასაჯარავებ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი მე მithოთვალებენ, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ისინი არ ერევიან, მაგრამ მაგზნობიებენ, რომ ისინი აქ არიან. შეიძლება თუ ბევრს ვილაპარაკებ, ვიწნიებ შედეგებს, ისინი უბრალოდ შენ გაგაგებიებენ. აქ არიან, თითქოს გეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ სად ხარ, ჩვენ ვიცით შენ რას აკეთებ. მე ვიცი მაგალითად, რომ იტაცებდნენ ხალხს ბრიტანულ კოლუმბიაში
და მე თუ ოდესღაც კიდევ ისე გაუტაცნივარ, მე ნამდვილად არ მინდა ისე განვიცადო ეს ყველაფერი ახლა ამ ეტაპზე, რადგან მე ისედაც საკმარისი განცდები მაქვს დაფიქსირებული. აპოლიმი ამბობს, რომ მე ხედავ ბევრ სამკუთხედებს ჩემ თავზე. მე ვიცი, რომ უმეტესწილად უმრავლესი მათგანი არის SSP-და, საიდუმლო პროგრამებიდან. აპოლიმი არის წამყვანი. მათ შორის არიან, ვინც მე მithოთვალებს, რუხებიც და რეპტილოიდებიცო. მაგრამ რუხებს შორისაც არის სხვადასხვა სახეობა, რადგან ისინი ერთნაირები არ არიან, ამბობს აპოლიმი, არიან სხვადასხვა სახეობის, არიან ისეთები, რომლებსაც ევოლუციონირებად მოახდინეს სხვა ჰუმანოიდური სახეობიდან და შეუძლიათ გამრავლება ბუნებრივად, მაგრამ არიან ისეთი რუხები, რომლებიც იყვნენ შექმნილი ლაბორატორიებში, მაგრამ არიან სხვა რუხებიც, რომლებიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ნახეთ ეს, ჩვენ მათ ვეძახეთ მოსამსახურეებს, ამბობს ილიანა, თქვენ მათ ყიდულობთ და ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან დავალებებს მასზე აწყობილი კოსმოსში ცხოვრება და როდესაც თქვენ ხშირად კონტაქტობთ დედამიწასთან, თქვენ გიტაცებენ რუხებს, მაგრამ ეს აქ არ ჩანა თუ რომელ ფრაქციას ეკუთვნია. ილიანა ამბობს, რომ თუ მე რომ მქონოდა სხვა მტკიცებულებები, ჩემი გამოცდილების გარდა, მე ამას ჯერ არ ვილაპარაკებდი, იმიტომ რომ მე ახლა ამ ეტაპზე მხოლოდ ვაფიქსირებ მათ მოძრაობას, როდესაც ვუღებ ფოტოს NLO-ს და ვაკონტროლებ ყველაფერს ტემპორიზების დახმარებით. მე ფოტოს ვუღებდი მაგათ 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით და მივატოვე ფოტოგრაფირება, რადგან გადავიღე ყველაფერი ისი გადახება შემეძლო. ბოლოს და ბოლოს ფორმები მეორდებოდა და ეს გახდა ჩვეულებრივი დღე, ჩვეულებრივი საქმე. თევზები, სამკუთხედები, პირამიდები, უცნაური ფორმები ჰქონდა ზოგს, ცაში ღამით უცნაური რაღაცები ხდებოდა, ამბობს ილიანა. ჩნდებოდა უცნაური საგნები, რომლებიც გავდა ცაში ჩნდებოდაო, რომლებიც გავდა ციფრულ ნახატებს, რომლებიც უეცად ჩნდებოდა ცაზე და მე მათ ვუღებდი სურათებს და როდესაც მე მას მივუშვერე ჩემი ტელევიზორი, ის განათდა ნარინჯისფერი შუქით. მაჩვენა ნარინჯისფერი გამოსხივება, ამბობს ილიანა. მთელი ხომალდი მოჩანდა როგორც სითბური სიგნატურა, ეს იყო ხომალდი კვერცხის ფორმის რაღაც ნაწილებით გვერდებში და უკან მხარეს კი ჰქონდა რაღაც ნაწილები სამკუთხედის ფორმის. შეიძლება იქ იყო განლაგებული მისი ძრავის ნაწილი სისტემა, ის იყო თეთრი. მე ეს ფოტოები მაქვს შენახული წიგნისთვის, თქვა ილიანა. როდესაც ჩემი წიგნი გამოვაო, მაშინ შეძლებო მაგ ფოტოების ჩვენებას. რადგან ახლა ის არის სპეციალურ პროექტისთვის, მაგრამ რა ეს ფოტოები, ადრე ეს ფოტოები მაქვს ნანახი. ხალხს სადღაც აქვს ეს ფოტოები ნანახი. NLO-ს ამოუცნობს საფრენ აპარატებს. ზოგიერთს უნდა რომ მათ ფოტოები გადაუღო, მაგრამ ზოგი ამოუცნობის საფრენი აპარატები თავს არიდებენ. თუ ამოუცნობს საფრენ აპარატებს არ უნდა რომ მათ გადაუღო ფოტო, ციფრული აპარატები არასდროს ჩვენებას იძლევიან, მაგრამ თუ უნდათ რომ გადაუღო ფოტო, მაშინ მოგცემენ საშუალებას, რომ ჩვენ ტელეფონებით გადავიღოთ ფოტოები ან ვიდეოები. მე მაქვს, ამბობს ილიანა, სმარტფონი Galaxy 8. ეს არის ძველი სმარტფონი და ჩემი ტელეფონი ხანდახანს ცუდად იღებსო და ის ამოუცნობი აპარატები, რომლებსაც მე ფოტოებს ვიღებო, ის არის ფიზიკურად ხედავ თვალებით, მაგრამ ხანდახან ის ქრებაო. По нынешним меркам он как динозавр. დღევანდელი საზომბითო როგორც დინოზავრიაო, მაგრამ 2019 წელს მან მართლა გადაიღო
ხომალდის ფორმა, მაგრამ ის გამოიყურება ეს ხომალდი ძალიან უცნაურად. ხალხი მეუბნებოდა რომ შენ დახარდე თვითონ, მე კი არ დამიხადავს.